შუახევის მუნიციპალიტეტში ხიჭაური ჭვანის საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობა დაიწყო. აჭარის მთავრობის დაფინანსებითა და გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია შპს ბონდი 2009 გაიმარჯვა. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მთავრობის აქვე უწყებო დაწესებულება გზებისა და სამელიორაციო სისტემების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მათი განცხადებით, მშენებლობის საპროექტო ღირებულება 1.940.000 ლარს შეადგენს. გზისარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება. აჭარის საგზაო დეპარტამენტი იწყებს პროექტის განხორციელებას ხიჭაური ჭვანის მიმართულების ასფალტის საფარის მოწყობას, რომელიც იქნება ორფენიანი. ამ პროექტის გამარჯვებული ტენდერით გამოცხადდა ფირმა ბონდი 2009, რომელიც შეასრულებს ამ სამუშაოებს ოქტომბრის შუა რიცხვებად. პროექტში დღეისთვის დასაქმებულია 8 ერთეული ტექნიკა. რა თქმა უნდა, ეს საწყის ეტაპისათვის თორემ შემდეგ უკვე მოემატება სპეცდანიშნულების ტექნიკა. ტექნიკური პერსონალი არის შპს ბონდის წარმომადგენლები, დანარჩენი არის დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობა, დაახლოებით 30 ადამიანი. აქ ვიხდა ჭვანის ხეობის ოცნება, დიხის ოცნება, ეთებული იყო ჭვანა-ხიჭაურის საავტომობილო გზა 1.60. დღეს უკვე დაიწყო მშენებლობა. Vidiš, šenebrova grandiozულად, ასე რომ ვთქვათ, დასაქმდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები 30 კაცი.